ადგილი უნდა ეძებნა და ასეც მოხდა. მწერალმა აჯანყების მზადების ერთ-ერთი ხელმძღვანელის როლი იკისრა. არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა და თავისი ადამიანური, მოქალაქეობრივი და ეროვნული მოვალეობების აღსრულებისთვის გადადო საკუთარი სიცოცხლე. ახალმა სოციალისტებმა მუშურ გლეხური ხელისუფლების კოზირი გაითამაშეს და უნდა ითქვას საკმაო წარმატებითაც. მათ მიერ დეკლარირებული სუვერენული რესპუბლიკის, ეროვნული კულტურის დამოუკიდებელი განვითარების, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის ლოზუნგები ქართველი ხალხის ძირითადმა ნაწილმა და განსაკუთრებით კი ქვედა-ფენებმა აღფრთოვანებით მიიღეს და აქედან გამოსულმა პოპულარებმა საზოგადოებაში წამყვანი ადგილი დაიკავეს. მათ შორის ზემოხსენებულმა მოქანდაკე მსახიობმაც, რომლის ძველმა სიყვარულმა მსახიობი ქალის, ახლა უკვე დევნილი მწერლის მეუღლის მიმართ ახალი ძალით იფეთქა. ქალს რომ დასაბამისმიერი ფუნქციის გამო ძლიერი მფარველი ერგება, ეს თავისთავად იგულისხმება და ჩვენი გმირისთვის იმ ვითარებაში გადარჩენის სხვა საშუალება არც არსებობდა. მწერალს ეძებდნენ. მისი მოკვლის ან დაპატიმრებისთვის ფულადი ჯილდო იყო გამოცხადებული. ცოლს არ აპატიმრებდნენ. მისატყუარად ჰყავდათ. ქმარი, როცა იქნება ცოლისა და შვილის სანახავად მოვა და ავიყვანთო. მეორე მხრივ, უმწეო ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის რამდენადმე უჩვეულო ვითარებად მაინც უნდა ჩაითვალოს ის, რომ მის ბინაში დღედაღამ ჩეკისტები მორიგეობდნენ. ისე სჩანდა, რომ ქმრის დაპატიმრებისა და მოკლის შემდეგ ცოლს ციმბირის რომელიმე მიყრუებულ ქალაქში მოანგარიშოთ ჯდომა არაფრით უნდა ასცდენოდა. თუკი მდევრები ამას დასჯერდებოდნენ. ამ უკიდურესად დაძაბულ ვითარებას დაერთო ისიც, რომ სულ ახლო წარსულში ბედნიერი ცოლ-ქმრის პირმშომ წუთი სოფელი უდროოდ დასტოვა და ტრაგედია უფრო გამძაფრდა. ქალმა მწერალი მიატოვა. მოქანდაკეს გაყვა და ამით თავი იხსნა. სხვა რა უნდა ექნა, რა გამოსავალი ჰქონდა. კეთილი ადამიანები ისინი, ვინც ამა თუ იმ საქციელის გამართლებას ეძებს და არა დაგმობას, იმასაც კი ამბობდნენ, რომ მსახიობმა მოქანდაკეს ქმრის დაჟინებული მოთხოვნით შეაფარა თავი. გაყვა. ცოლ-ქმრის გზები ერთხელ და სამუდამოდ გაიყარა. ქალის შემდგომ ცხოვრებაში კიდევ მრავალი გარდატეხა მოხდა. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ციმბირის ბანაკებში, სიკვდილის სრულიად რეალური საშიშროების წინაშე, მაგრამ ბოლოს იმ დახლართულ საბედისწერო ვითარებებში ზეგარდმო ნაბოძები ნიჭითა და გონებით გზა გაიკვალა და ღრმად მოხუცი გარდაიცვალა. სამართლიანობა მოითხოვს, უნდა აუცილებლად ითქვას, რომ მწერლისა, სიყვარული თუ არა, მოწიწება და თაყვანისცემა სიცოცხლის დასასრულამდე სიამაყით მიიტანა და რამდენიმეჯერ მის მიმართ თავისი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვაც კი გაბედა. ერთ ასეთ შემთხვევას პირადად შევესწარი. თბილისში 2 კვირი ჩამოვედი. ჩვეულება მქონდა. ცნობილი ქართველი მოღვაწის გარდაცვალების თარიღის აღსანიშნავ საღამოზე ეს ქალი სიტყვით გამოვიდა. ემიგრაციაში გარდაცვლილი პირველი ქმრის ოდესღაც გამოქვეყნებული მშვენიერი წერილი წაიკითხა. ერთმა მივიწყებულმა მწერალმა ჩვენი იუბილარის დაბადების 50 წლის თავზე ასეთი რამ დასწერაო. მართალია სტალინი კარგახნის მკვდარი იყო, მაგრამ ასეთი სითამამე ამ დროშიც მტრულ გამოხდომად ითვლებოდა. არაფერს დაერიდა და წაიკითხა. მწერალი თავის ვალსა და მოწოდებას ბოლომდე მიჰყვა და უკიდურესად უიღბლო, მხოლოდ დამარცხებების დაღით აღბეჭდილი ბიოგრაფიის ტრაგიკული მაგალითი შვა. აჯანყება დამარცხდა. რეპრესიებზე უკვე ვილაპარაკე. აჯანყების ხელმძღვანელობა, პარიტეტული კომიტეტი, მთელი შემადგენლობით იქნა დაპატიმრებული. მწერლის გარდა. ისევ მალვა და სიკვდილის გამოდმებული საშიშროება, ისევ ოჯახების დაწიოკება, შემფარებელთა დაპატიმრება და მიუსაფარი ადამიანის განცდები. ასე გაიარა წელიწადზე მეტმა და ბოლოს ნათესაობის კატეგორიული მოთხოვნით მწერალი ემიგრაციაზე დათანხმდა. ესაც პრობლემა იყო და მაინც მოხერხდა ერთი შკიპერის დაღულიება. მწერალი ბათუმში ჩააპარეს, მაშინ მატარებლებს გულდასმით ამოწმებდნენ. ხალხი რეპრესიებს გაურბოდა. ზოგი ხმელეთით, ზოგი ზღვით თურქეთში გადადიოდა. უამრავი ხალხი წავიდა მეწილად ახალგაზრდობა. ხელისუფლება საგანგებო სიმკაცრით უსწორდებოდა ყველას, გამქცევსაც და ხელშემწყობსაც. ჩაიყვანეს, შკიპერს ჩააბარეს და გამობრუნდნენ.
2 დღის შემდეგ მწერალმა ქუთაისში მიაკითხა თავის დას, რომელიც იმჟამად იქაურ თეატრში თამაშობდა. მისი დაბრუნება ბევრმა მსახიობმა გაიგო, მაგრამ არავის გაუცია და სწორედ ისეთმა მისცა თავშესაფარი, ვიზეც ხმა დადიოდა, ჩეკისტების აგენტიაო. ყველა განცვიფრებული იყო, უცხოეთში წასასვლელად გამზადებული კაცი ისევ დევნასა და სიკვდილს რომ დაუბრუნდა. მან კი ასეთი რამ განაცხადა. ჩემი თანამებრძოლების სამარეებს ვერ მივატოვებ, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ერის საუკეთესო შვილებს დაუნდობლად ჟლეტენ. ჩემი სამშობლო განსაცდელშია და მე ამ ვითარებაში წასვლას დეზერტირობად ვთვლი. ჩემი ადგილი აქ არის და არა პარიზის კაფეებშიო. იქამდე ეთამაშა სიკვდილს, იქამდე აწვალა მდებარე და იწვალა თავად, სანამ ემიგრაციაში მყოფი პარტიული ხელმძღვანელობის კატეგორიული მოთხოვნა მიიღო. საქართველოს გასცლოდა. წავიდა ისევე როგორც მთელი მისი თაობა წავიდა, ვინ უმჯობეს სამყაროში, ვინ ციმბირში და ვინ ემიგრაციაში. იქ 18 წელიწადს იყო, ცოლი არ შეურთავს. ცხოვრობდა, ლექსით ამკობდა თავის პირველ და უკმასკნელ სიყვარულს და სინანულით მიტოვებულ სამშობლოს. ვინ იცის, იქნება ახალგაზრდობის ან კარაგრძნობების გულწრფელი დატირება იყო და არა მხოლოდ შესისხლორცებული არტისტული პოზა, მისთვის ბუნებრივი და თავისებურად მონუმენტური. აჯანყების შემდეგ ქართველი ინტელიგენციის ძირითადი ადგილსამყოფელი მეტეხის ციხე გახლდათ. ქართველმა კაცმა გადასახლებისა თუ დახვრეტის წინ ციხეში რა უნდა აკეთოს? როგორც ყოველთვის სიმღერას უნდა გადააყოლოს გული. ისხდნენ და მღეროდნენ. ხალხში ამ სიმღერების ნაწყვეტებიღა დარჩა. მშვიდობით დედავ, მშვიდობით სატყფოვდა შენს, მშვიდობით ციხევ მეტეხო, შენ საქართველოს ზურმუხტხმელეთო და ცაფირუზის ელვავდა მეხო. თუ არა ვცდები, ეს ამ სიმღერის მინამღერია. სიზმრად ვნახე საქართველო, სისხლის ზღვაში ბანაობდა და ფლეთილი მისი დროშა კუჯრის მთაზე ქანაობდა. ხელისუფალთა ახალ ტვირთს ქართველი ახალგაზრდობის მომდევნო თაობამ შავ ჩოხიანობით უპასუხა. გლოვის ნიშნად შავი ჩოხების ტარება დაიწყო. ამ მოვლენას ჩეკისტებმა კონტრრევოლუცია, ანტისაბჭოთა მოძრაობა უწოდეს და ახლა ამათ დაერივნენ. შავჩოხიანები შედარებით იოლად გადარჩნენ. სწორედ შავჩოხიანობის შედეგად ჩატარებულმა რეპრესიებმა გახადეს ქართველებს ჩოხა. ეროვნული ტანის სამოსი ისტორიას ჩაბარდა. ლამაზი სამოსელი იყო, მაგრამ განამარტო ჩოხაა სადარდებელი. იმ უბედურებებმა 2,5 მილიონიანი ერის ბედიღბალზე შავი ჭირივით გადაიარა. ვინ ვის კლავდა? ქართველები ქართველებს და ამით ამაყობდნენ კიდეც. საკუთარი ყურით რომ არ გამეგონოს არ ვიტყუდი. მამა საიდანღაც მოვყავდით. 1 მაისის დემონსტრაცია იყო წითელი ფართლით მორთული მანქანის ძარაში, კარიკატურულად ჩაცმული ყველა დამარცხებული სოციალური ფენის თითო მსახიობი თუ მოხალისე ჩაესვათ. ყოველი მათგანი თავისას მასხრობდა და ბრბო ხმამაღლა იცინოდა. ჩვენ გავჩერდით, სანახაობას შევსქეროდით. უკნით ახმა გავიგონე. წუხელის 2 კონტრა ჩემი ხელით დავხვრიტეო. მამას არც მიუხედავს. მე მივიხედე. 2 ქართველი მამაკაცი დავინახე. მეორე მუთხრა. ძირფესვიანად ამოძირკვამდა ჯერ შორს არისო. ალბათ არ არის ტრაგიზმი, რომელსაც სასაცილოც არ ახლდეს. შავჩოხიანობისთვის სხვებივით 3 წელიწადი ერთმა საკმაოდ ცნობილმა ახალგაზრდამაც მოიხადა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ჩოხის ტარება მაინც განაგრძო. შავისა არა, სხვა ფერებისა. შინისკენ საიდანაც უნდა წამოსულიყო, უსათუოდ ჩეკასთან ამოივლიდა და თანაც ისე, რომ საქართველოს ნომერ 1 ჩეკის თავის კაბინეტის ფანჯრიდან დაენახა. მხრეტელ თუ ხუცეს, ფანჯრიდან საყურებლად არ ეცალა. თავად არ შეუნიშნავს, მაგრამ აცნобეს, ჩვენი ჯიბრით სწორედ აქ დადისო. უფროსი დაინტერესდა. მოუდარაჯა და როცა ნაცრისფერ ჩოხაში გამოწყობილი ყოფილი შავჩოხიანი მისი კაბინეტის პანჯარას გაუსწორდა, გადაიხედა და დაუღირა. ალექსანდრე, აქ ნუ დადიხარ. ტყუილად გზას ნუ იგრძელებ, სულ ერთი არ დაგიჭერო. თბილისში ფირცხალავები ყოფილან, 2 ძმა, 2-ვე რევოლუციონერი. ერთი ბოლშევიკი, ჭედელი, მეორე მენშევიკი,
სატვირთო მატარებლის კონდუქტორი. მენშევიკებმა ბოლშევიკი ფიცხალავა დააპატიმრეს. მეტეხის ციხეში ყავდათ. მენშევიკი ძმა შინაგან საქმეთა მინისტრთან მისულა და უთხოვია: ეგ ჩემი ძმა ერთი ბნელი უბერი კაცია. ბოლშევიკებმა აიყოლიეს, აღარაფერს დააშავებს, ვაპატიოთ. უბძანე, გაათავისუფლონ. განკარგულება დაუწერიათ, ხელზე მიუციათ. ციხეში მიიტანე, გამოუშვებენო, გაათავისუფლებენო. წამოიყვანა. საქართველო გასაბჭოვდა. ბოლშევიკი ძმა დააწინაურეს. რაღაც თანამდებობა მისცეს. მთავრობის წრეებში მიღებულ კაცად დაჯდა და მენშევიკმა ძმამ ცოტა ხანში იმავე მეტეხის ციხეში ამოყო თავი. მენშევიკი რატომ იყავიო? სხვა დამაშაული იმას არაფერი ჰქონია. იჯდა, საცოდავი და ელოდა. უკეთ თქვა დილიდან საღამომდე ფანჯარასთან იდგა და ელოდა. მოვა ჩემი ძმა და წამიყვანსო. ბოლშევიკი ძმა მართლაც მივიდა. გისოსიკით მოლოდინით გულგაწვრილებული ძმა ქვევიდანვე დაინახა და შეძახა. კაი ჩიტი ხარ, კაი გალიაში ძიხარო. მიტრიალდა და წავიდა. რეპრესიებს ხალხი ქალაქებიდან სოფლებში გაურბოდა. თვალს მივეფაროთო. ჩვენი ოჯახიც ასე მოიქცა. დამავლეს ხელი მშობლებმა და კიკეთში გადავბარგდით დედაბუდიანად. იქ მოკლე დროში პატარა მეურნეობაც გაჩნდა, ძროხა, ღორი, ცხვარი, თხები, ფრინველი. ერთ ზამთრის საღამოს თხები შინ აღარ დაბრუნდნენ. წავიდა იაგორ კარგარეთელი საძებნელად. სამადლოზე 2 კილომეტრის მანძილზე დაეთოვნა. კათოშილი იყო, გასათბობა დუქანში შევიდა. იქ დიდებელი გლეხები ქეიფობდნენ. იაგორის დანახვაზე ერთი ხორხოცი ატეხეს, აღარსად გაუშვეს. თხები იქვე ბიჭი ტრიალებდა, იმას გაატანეს და გახურდა სმა. სუფრა დილით აიშალა. იაგორი შეზარხოშებული ბრძანდებოდა, დუქნის წინ გზის პირას, კომბალზე ნიკაპ ჩამოდებული იდგა. ამოწორილ მზეს გასცქეროდა. ჩანსი მახირებულმა სილამაზე მოსდაცა თვალი და ყურადღება, რომ თბილისიდან მომავალი სატვირთო ავტომანქანა მოახლოებულიყო. იაგორ კარგარეთელს ისე ეცვა, აქაური გლეხკაცისგან ეშმაკი ვერ გაარჩევდა. მიუხედავად ამისა, ქალაქელებს ერიდებოდა, არავინ მიცნოსო. ახლაც ერთი გაწევა წასასვლელად გაიწია, მერე გადაიფიქრა. ეს ავტომობილი უთუოდ მანგლისისკენ მიდის. აქ რა გააჩერებსო. მანქანა იაგორას ცხვირწინ დადგა. ესაც არაფერი კაბინიდან ქალვაჟი ჩამოხდა. ძროულმა ძირიდან მოზრდილი ბოხჩა ჩამოიღო. გზავრებს ფერხთით დაუგდო და მართლაც მანგლისისკენ გასწია. ვაჟი ახალ ფორმაში გამოწყობილი ჩეკისტი გახდათ. იაგორმა კინაღა მოუსვა, მაგრამ თავს დაეუფლა. ცხვირის დაცემინების იმიტირება ამჯობინა, რაიც მამაჩემს მთელ ამ ამბავში უმნიშვნელოვანეს მომენტად მიაჩნდა. ქალიშვილი იაგორს დამტრეული ქართულით მიესალმა. კაცი რუსულად. იაგორმა კილო მოიგლეხ კაცურა, გამარჯვება უსურვა. ძია, კიკეთი სად არის? კითხა ქალიშვილმა. აგერა, ემანდეთ არის. იაგორმა კომბალი გაიშვილა და ფიქრად ჩამოსულთა არაქართული წარმოშობა აღნიშნა. ჩეკისტმა ქალიშვილს უთხრა. Скажи, пусть понесет, рубль получит. ბოხჩას გულისხმობდა. ხაჩატუროვის სტუმრები აღმოჩნდნენ. რუბენ არმენაკოვიჩი, პაპაჩემევი თბილის გამორიდებული მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი ბრძანდებოდა. კიკეთის სააგარაკო ადგილი იყო და ზამთრობით აქაური მოსახლეობა მეტწილად პაპაჩემისა და რუბენ არმენაკოვიჩის თანაკაცებისგან შესდგებოდა. ყოველ მათგანს თავისი ლეგენდა ჰქონდა. კიკეთის მისტერიაში ხაჩატუროვი სომეხი გლეხკაცის როლს ასრულებდა. ფედერაცია პაპიროსზე სომეხი გლეხკაცი რომ ეხატა, ზუსტად ისეთ ტანსაცმელს ატარებდა. იქ ვინმე ანისიმოვიც ცხოვრობდა, მეტად ორიგინალური ტიპი. ყოველ გარიჟრაჟზე თავისი აგარაკის სახურავზე ადიოდა და ბებერი მამალივით ყიოდა. Вся власть советам, да здравствует мировая революция. ერთიც სხვა იყო კოტეონიკოვი, ანუ ონიკაშვილი. ამას ფედერაციაზე დახატულ ქართველთან საქმე არ ჰქონდა, მაგრამ მისი წარსული ჩეკისტების შესაძლო დაინტერესებას პრევენციული ხასიათის ხერხებს უპირისპირებდა. გაუტანელ სიყრუეს. ეს ერთი. და კიდევ იმას, რომ ახლო-მახლო ვინმეს თუ თვალს მოკრავდა, თვითონ აბიჯის გადადგმაზე თითოჯერ
ერთო მკაფიოდ ახმაურებდა სხეულის უკანა სარცხვინელ ნაწილს. ყოველივე ამას კოტეონიკაშვილი ჩეკისტებს ემუდარებოდა. ერთი ყრუანჩელა და სნეული მოხუცი კაცი ვარ, აბა რაღა დროის ჩემი დახვრეტაო. იაგორ კარგარეთელს შესაძლებლად მიაჩნდა, რომ ბატონიკოტი ასეთი მეთოდით გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. ერთი სიტყვით იაგორ კარგარეთელს კომბალ გაყრილი ბოხჩა მიჰქონდა და ყველაფერი რიგზე იყო. სანამ ქალიშვილი უსაყვედურებდა. Ты всегда переплачиваешь. Он и за полтинник с удовольствием понес бы. Да черт с ним. Ему ктაბაზა ჩეკისტმა და პაპაჩემი იმის ფიქრს მიღვა, თუ ვის ეხებოდა ეს დარდიმანდული გამოთქმა. მანეთიანს, აჩაურიანს, იგორ კარგარეთელს თუ სამთავეს ერთად. ზია გრამოტა იცი? წერა კითხვა რაღა. კითხა ქალიშვილმა ცოტა ხნის შემდეგ. ვიცი მაშ? თვალი კაცის სილაღით მიუგო იაგორმა. შკოლაში იყავი? ვიყა მაშ. ქალმა იყუჩა და შეფიქრიანებით კითხა. გაათავე? გავათავე მაშ. რა გაათავე? რავი 1000 რამე. იაგორ კარგარეთელს შემდგომში ასეთი პასუხი იმის მაგალითად მოყავდა ხოლმე თუ როგორი შეცდომა შეიძლება მოყვეს თავაშებულ სმასა და მემთვალეობას. ჩემს გასაგონად რა თქმა უნდა. ხმა კარგა ხანს არავის ამოუღია. მერე ჩეკისტმა თავის ქალს საყვედურის თვალის ჭირა ვითომ მარტო ის იყო დამნაშავე ამ საჩოთირო ვითარებაში და წაილუღლუღა. Вы, наверное, устали. Дайте я понесу. ბოხჩაში წასვლა, მაგრამ იაგორმა არ დაანება ბოლომდე ატარა. რუბენ ხაჩატურულმა, როგორც მერე გამოირკვა, ჩეკისტი რომ დაინახა, უკანა კარიდან გაქცევა დააპირა, მაგრამ ამ აქციის ჩატარება დაგვიანებულად მიიჩნია და ბედს დანებდა. ამოხრებს სად გაექცევი, ასეთი ყოფილა ჩემი ხვედრიო. ქალიშვილმა დაიძახა, ой, დიადუშკაო, და მხოლოდ ამის შემდეგ იცნო ხაჩატურულმა ჯერ თავისი შვილიშვილი და მერე იაგორიც. გონს მოეგო, შიშთავი დააღწია და ისეთი მანერებითა და ზრდილი სიტყვაობით დაუწყო სტუმრებს შინ შეპატიჟება, რომ ჩეკისტი კინაღამ ცუდად გახდა. ხან იაგორს აკვირდებოდა პირდაღებული, ხან საკუთარი მეუღლის ბაბუას. აბა რა ვქნა, რამდენი გლეხკაცი ნახა, იმდენი ყველაფერ დამთავრებული აღმოჩნდა. რუბენჯან, ამ ახალგაზრდებს ჩემი ერთი მანეთი მართებთ. გამოვართვი და მე რომ შენი ერთი მანეთი მართებს, ქვით ვიყოთ, უთხრა იაგორმა. საზოგადოებას დაემშვიდობა და გასწია. მოსულელები თავის გადარჩენის ხერხი ბევრნაირი იყო. ამაში იაგორ კარგარეთელიც სოდავდა. ერთ ადგილზე მალვა დიდ შეცდომად მიაჩნდა. ამიტომ ყოველი მაისის ბოლოს მოგზაურობას სტუმრობას იწყებდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახლო ნათესავები და მეგობრები საკმაოდ ყავდა. მიუხედავად ბოლშევიკების მიერ უხვად გაწყვეტილი სულადობისა. ნოემბრის ბოლომდე ოჯახშიც კი არავინ იცოდა იაგორი სად იყო. პასპორტის ჯიბიტარება 60-იან წლებამდე კი სავალდებულო თუ არა სასურველი მაინც იყო და მაშინ ხომ სულ ხელში უნდა გჭეროდა. მილიციელები თუ აქტივისტების აბუთებს არამარა ამოწმებდნენ. პაპაგორამ პასპორტს სიგრძეში 2.5-3 სანტიმეტრი მაგრატი წააჭრა. ამისთვის დამაჯერებელი საბაბიც ჰქონდა. ამოშებულ ხალათებს ატარებდა. გარეთა ჯიბეში პასპორტი ვერ ეტეოდა. ყელყელაობდა, ღილი ვეღარ იკვრებოდა. ბოლო წაჭრილ პასპორტს რომ უნახავდნენ, ასეთი დიალოგი იმართებოდა. ეს რა გიქნია ძიაკაცო? რა მიქნია? რა პასპორტისთვის ნომერი წაგიჭრია? ნომერი უნდა გქონდეს? უნდა გქონდეს, მაშ არ უნდა გქონდეს? არ უნდოდეს რა დააბეჭდავდნენ? რავი აბა, ჯიბე დაბალი მაქვს. თავს აყავს ქვევიდან. სიცილს დააყრებდნენ ხოლმე და მიდიოდა იაგორ კარგარეთელი თავის გზა მშვიდობითაა. ლენინის ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მრავალგვარი ხასიათი შედეგი მოიტანა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეფექტი ის იყო, რომ ხალხი მატერიალურად მომაგრდა. ამასთან დაკავშირებით არსებული ხელისუფლების აქტიურ მოწინააღმდეგეებს მასებში დასაყრდენი საგზნობად შეუსუსტდათ. ინტელიგენციის ძირითადი მასა მოისპო. გადარჩენილთაგან ზოგმა უცხოეთს მიაშურა, ზოგი საშოვარსა და დროსტარებას მიღვა.
ერის მრავალწლოვან უაღრესად დაძაბულ, განცდებით აღსავსე ცხოვრებას განხიბლვა, სოციალურ-პოლიტიკური პასიურობა მოჰყვა. აქტიური დამოკიდებულება მხოლოდ მუშათა იმ ნაწილმა შეინარჩუნა, რომელსაც გულწრფელად სწამდა, რომ მისი და მთელი კაცობრიობის ბედნიერი მომავალი შენდება და სულ ახლოა. კეიფებისადმი ქართველების გადამეტებულმა მიდრეკილებამ სუფრად დროსტარება სერიოზულ საქმიანობად აქცია. იმდენად სერიოზულ საქმიანობად, რომ ასეთი შემთხვევებიც კი თითქმის ნორმალურ მოვლენად ითვლებოდა. ერეკლე კარგარეთელმა ვახტანგ კოტეტიშვილმა, ქრისტეფორე რაჭველიშვილმა და ბიძინა ღამბაშიძემ პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინა დღეებში ერთად იქორწინეს. სხვათა შორის პატარძლებიც მეგობარი გოგონები იყვნენ და ამ რვა ადამიანის სიახლოვე მათი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. ქრისტეფორე რაჭველიშვილის მეუღლის ქალბატონ ნინო ხარატიშვილის დღეობებზე ყოველ 14 იანვარს თამადად ერეკლე კარგარეთელი იყო ხოლმე. ასეთი ტრადიცია დამკვიდრდა. დადგა მორიგი 1926 წლის 14 იანვარი და თამადა კი ორთაჭალის ციხეში ბრძანდებოდა. დახვრეტა ახალი შეცვლილი ჰქონდა 7 წლის პატიმრობით, მკაცრი იზოლაციით, ანუ რუსეთის რომელიმე პოლიტიზოლატორის საკანში ჯდომით. კეიფი იმდენად სერიოზულ საქმიანობად იქცა მეთქი, რომ როცა ორთაჭალის ციხის უფროს შალიკო ბაქრაძეს ვითარების სერიოზულობა აუხსნეს, ამან ცხადია ამგვარი წმინდა ტრადიციის ხელყოფა შეუძლებელიაო და ერეკლე კარგარეთელი ერთი ღამით ციხიდან გამოუშვა. ითამადა და წავიდა ციხეში ეტლით. რა გამოდის? მერიდიანს კაი 80 კილომეტრი დავშორები ვარ. თვითმფრინავის ხმა. შიდაწვის ძრავიანი სამწებროა თუ სარეისო. როგორიც უნდა იყოს პრინციპს უღალატებთ, უნდა დავიმალოთ. ამაცხენებულო ამ ტრიალ გაყინულ ჭაობზე სად დაიმალები? ახლოვდება, ოღმანის დრო აღარ არის, გაიქე. გორამ ციგას თეთრი ბალახონის შეხსნა. რაღაც ნაჯაო ნახა, ბალახონი წაიფარა და გაყუჩდა. თვითმფრინავი მალე მობრუნდა, თავზე გადაუარა და თვალს მიეფარა. წავიდა, შემამჩნია და იმიტომ მობრუნდა? შევემჩნია და ეშვებოდა, ირაოდივლიდა. ზეც აჰაერო ტრასაზე ვზივარ. წავიდა და სიგარეტის ნამწვი არ ჩამომაგდო. სულ ცოტა 10 კაცისგან მსმენია ტაიგაში ცეცხლს მიფიცხებულ პატიმრებს თვითმფრინავმა რომ გადაუვარა და იქიდან გადმოვარდნილი სიგარეტისა და პაპიროსის ნამწვი დავარდა. მათ სიახლოვეს. ამასთან აუცილებლად ქალის მონაწევი. ბოლოში პომადიანი და აუცილებლად მას ერგო ის ნამწვავი, ვინც ყვება. მაგაზე სიმღერაც კი მომისმენია, სენკა ბომშტეინი მღეროდა. ადამიანი სენტიმენტალობისკენ არის მიდრეკილი. რომელი შედევრია სენტიმენტალობის მელოდრამის ელემენტი რომ არ ახლდეს, თითქმის აუცილებელი კომპონენტია. პატიმარს ქალი და მისი სიყვარული რომ სწუროდეს, საკვირველი არაფერია. ეგ ნამწვავიც იმ წყურვილის ნაყოფია. მეც ხომ გამიელვა ამ თვითმფრინავში განცხრომით მთვლემარე ქალის სახება. თან საქმე გორა, თან საქმე. ეხლა მე რაც მაქვს გამოვლილი. ეს ცოტაც არის და ბევრიც. ბევრი იმიტომ, რომ ამდენის გამოვლას ასე მოკლე ხანში არ ვიმედოვნებდი. კოლა მიშველა. ცოტა იმიტომ, რომ აშნას საბძანებლამდე და მერე ხაბიბულას ქოხამდე 1300 კილომეტრი უნდა გავიარო. სწორი ხაზით, ბატონო, სწორი ხაზით, რელიეფით. სულ ცოტა კიდევ 1500. დიახ, და მტკივანი სახსრებით. სულ ცოტა. საკვები, ტყიურის ნაბოძების საგზალი საცაა გამითავდება. ობამდე ან მის რომელიმე შენაკადამდე როგორმე მიმაღწევინა და თევზეული მექნება. მიაღწევ, ვერ მივაღწევ. შვიდობით მზის ქვეშეთო. რახანია სიკვდილზე ვფიქრობ და ვლაპარაკობ. მიწია ვითომ. გამოსავალი არის. მიშა სალუქვაძემ ხომ მიამბო, როგორ უნდა აჯობო სიკვდილს. მეზობელი ყოლია სახელად ანგელინა. ერთავად ავად რომ არიან იმ ტიპის ქალი. ახირება დასჩემებიო კვდებიო. 5-6 წელიწადი ამშვიდეს და არწმუნეს, სასიკვდილო არაფერი ჭრს, ნუ გეშინია მორჩებიო. ანგელინა მაინც თავისაზე იდგა, უნდა მოკვდეო. მომბეზრდათ ოჯახის წევრებს ერთი და იმავეს ლაპარაკი და ერთხელაც იყო მეუღლე მუთხრა, ანგელინა გენაცვალე, კი არ უნდა იწუწუნო, უნდა შეეჩიო მაგაზრს და აღარ გაგიძნელდება სიკვდილიო.
ეს რომ გაიგონა ანგელინამ, რასა რომ ბოდიალობ, რას უნდა შევეჩვიო, თურმე იკივლა. ლოგინიდან წამომდგარა და მას დღეს აქეთ აღარაფერის თქვენია. გორა ბატონო, მიურბივართ, ესე იგი ვცოცხლობთ, ასე არ არის? ვიაროთ სამხრეთისკენ, კიდევ 30 კილომეტრი. საჰაერო ტრასას გავერიდოთ და მერე დასავლეთისკენ ობის დასალაშქრად. მშვენიერია. ეხლა რაზე ვიფიქროთ? რაზე და ის არ დავამთავროთ. 500 დაბადების დღესთან დაკავშირებული მოგონებები რომ გვაქვს. კი, ჯერ იყო და ტრამვაიდან რომ ჩამოვდიოდით, ერთ-ერთ სკამზე ქაღალდის პარკი შევნიშნე. ვაგონში სრულიად აღარავინ დარჩა. ბოლო გაჩერება იყო, მივწვდი და ავიღე. ჩახედვა მინდოდა, მაგრამ მამამ გამაჩერა, არ ჩაიხედო. გამიკვირდა და ვკითხე, რატომ მეთქი? ჯერ გაიქეცი, ვატმას მიუტანე და მერე გეტყვიო. მივირბინე და მივეცი. ერეკლე კარგარეთელმა თავისი პოზიცია ასე განმიმართა. ადამიანი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სულმოკლე არსებაა. თუნდაც ასეთი ნუ იქნები, ნაპოვნში რომ ჩაიხედავ, შეიძლება შეცდე, მიითვისო და მერე მთელი სიცოცხლე ინანო ეს აქციელი. ერეკლე კარგარეთლის, იაგორ კარგარეთელზე არანაკლებ დიდაქტიკურმა ბუნებამ იმ დღეს კიდევ ორი რამ მიკარნახა. ვერდით უჯექი და მითხრა: აბა, ჩემს საინს შეხედე და მერე შენს ასო. შევხედე? რაღაც განსხვავება კი ვიგზენი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერაფერს მივხვდი. ამიხსნა, ნამუსრები ძვლები იქნება ლუკმა, მწვანელის ღეროები თუ კიდევ სხვა რამ, საინზე ისე უნდა გქონდეს დალაგებული, რომ სხვა თანამესუფრეებს არ შეზიზღდეთ და მადა არ წაუხდეთო. მართლაც დიდი უმრავლესობის თებში ნატურმორტსა თუ კოლაშს უფრო წააკავდა, ვიდრე საჭმლის ნამუსრებს. ცოტა ხნის შემდეგ გასვლა მოვინდომე. არ გამიშვა, მოიცადე სანამ ბავშვები დაგიძახებენო. მალე დამიძახეს. მამა გამომყვა და ამიხსნა. ქართულ სუფრას თავისი წესი აქვს. ადგომა და გასვლა არ შეიძლება. ვინც რჩება უეჭველად გაიფიქრებს, მოსასაქმებლად გავიდაო. კარგი იქნება. თავიდან როცა სუფრას მიუსხედით, კარგა ხანს პირი ვერაფერ დავაკარე. ხელში ხაჭაპურის ნაჭერი მეჭირა და დაბნეული ვიჯექი. ამას მიზეზი ჰქონდა. შინ სადილობისას ჭამას მანამდე ვერ შეუდგებოდი, სანამ ამ დროს ეზოში მოთამაშე რომელიმე ღარიბ ბავშვთაგან საიმე საჭმელს არ გაუტანდი. ასეთი წესი შემომიღეს. საქმე ის არის, რომ თურქ სომეხთა ხოცვა-ჟლეტის შედეგად საქართველოს აუარებელმა სომხობამ შემოაფარა თავი. უმრავლესობას ძალიან უჭირდა. ბავშვებიც კი მშივრები იყვნენ და მე ვრასთან მყავდა ამოჩემებული. ჩვენი მეეზოვის თბილისში დაბადებული ბიჭი და ამის გამო ერასტანად წოდებული. ეს სომხურად საქართველოს ნიშნავს. უსათუოდ რამე უნდა გამეტანა და მიმეცა. პურის ნაჭერში ჩადებული კოტლეტი, ხაჭაპურის ნაჭერი თუ სხვა რამ. გააჩნია რა გქონდა სუფრაზე. ახლაც გვილავების სუფრას უჯექი და ვფიქრობდი. ეს ხაჭაპური ვის გაუტანო მეთქი. მამა გასაჭირს მიმიხვდა, თავზე ხელი გადამისვა. საპატიო მიზეზი გაქვს, თავად მიირთვიო. ერეკლე კარგარეთელი ციხეებში 8-ჯერ იჯდა. მისი მოსპობა მხოლოდ მერვე ჯდომაზე მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცდა ერთხელ სამოქალაქო ომის დროსა და ერთხელ ჩეკისტების ხელში უკვე იყო, მერვე უეჭველად ტყვია ჩაერეოდა საქმეში. დრო გახდათ ასეთი 1937 წელი, მაგრამ კვლელები აქაც პირში ჩალაგამოვლებულები დაჩნენ, ვერ დახვრიდეს. მამაჩემ ერეკლეს ყოველი დაპატიმრება ჩვენს ოჯახში ორი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანის აუცილებელი მოსვლით იყო თანხლებული. ისინი ახლო ნათესავებად არ გვერგებოდნენ და სხვა დროსა და ვითარებაშიც იშვიათად მოსულან. ვარდო ზუბიაშვილი 2-3 დღეს არ გადააცილებდა. გრიშა დევდარიანი უფრო მოგვიანებით მოდიოდა ხოლმე. დევდარიანი პროფესიით ტყის ყაჩაღდა მადევარი, ანუ ჩეკისტი იყო. დღემდე არ ვიცი რანაირი როდის აქეთი მეგობრები იყვნენ გრიშა და ერეკლე. მოვიდოდა დედაჩემს ხელზე ემთხვეოდა. სასუსტავს რასმეს მომიტანდა, მომიალერსებდა. მერე დედასთან ისაუბრებდა, ჩვენი ოჯახისას გამოჰკითხავდა, თავისი ჯალაბისას იტყოდა, გაგვამხნევებდა, არიდარდოთ ყველაფერი რიგზე იქნებაო. დედაჩემის პროტესტის მიუხედავად არ გაბლომაფულს დასტოვებდა და წავიდოდა. ერეკლეს ბოლო დაპატიმრების შემდეგ აღარ მოსულა. ფიქრობ, გრიშა დევდარიანი ჩემს დედმამაზე
ადრე დაიჭირეს და დახვრიტეს, თორემ ერთხელ მაინც მოგვაკითხავდა. მის ცოლსაც მარია მიერქვა, შვილებიც ჰყავდათ. ნაშიერიანად ჩაიკარგა. ახლა ვარდო. ორნი იყვნენ, ძმები, ვარდო და იოსები. მანგლის მიმავალი გზის გარდიგარდმო სამადლოზე დუქნები ჰქონდათ. თან სოფლის მეურნეობასაც ეწეოდნენ. ერეკლე ვარდოს ბიჭის ნათლია იყო. მოვიდოდა ვარდო. დიდ თავ გუდის ყველს მოიტანდა, იჯდა თავჩაკინდრული. სიჩუმით თანაგვიგრძნობდა დიდსა თუ პატარას. მერე ჯიბიდან ფულს ამოიღებდა, მაგიდაზე დაზდებდა და წავიდოდა. ამან ბოლომდე იარა. ჩვენ დროშიც არიან ასეთები. კი, ზოგი ნათესავი და ახლობელი. გულის ხმიერება, შეწყალება, გასაჭირში თანადგომა, წინა თაობების ხსოვნად გადარჩა. ახალ თაობებს სიმკაცრე, შეუბრალებლობა და ცინიზმი დასჩემდათ. დასჩემდათ, რომ მოიტანა. დობრი გიორგას რა უქნეს გახსოვს? როგორ არ მახსოვს? ჯერ იმისა ვთქვა, დობრი გიორგა ვინ იყო? თბილისელი კინტოების უკანასკნელ მოხიკანთაგანი. განიერი, შავი სატინი შარვალი ეცვა. წელზევით შემოჭიმული შავი სატინისავე ზედატანით. ვერცხლის თოქმა ქამარი ერტყა. ასეთ ქამარს გირვანქიანი ერქვა. გირვანქას იწონიდა. ქულს არ ატარებდა, რადგან თავზე ერთავად ხილით სავსე დიდი თაბახი ედგა. ხელში ჰინებიანი პეზმენი ეჭირა. ეზო დადიოდა და საგანგებოდ დამუშავებული დიქციით ღირსების გრძნობით ამცნობდა დიასახლისებს, რომ მოვიდა და მზად არის გაყიდოს ცის ქვეშეთში საუკეთესო ხილი. ასეთი დრო იყო გორაბატონო. თვითის სახლიც ფრიად საინტერესო ოჯახებით, ადამიანებითა და მოვლენებით, თითქოს საგანგებოდ გამოტენილი, თითქოს ცოცხალი ილუსტრაცია თუ საცდელი პოლიგონი გახდათ იმ სოციალურ-ფსიქოლოგიური პროცესებისა, რასაც ისტორია ხმელეთის ერთ მეექვსედზე ახორციელებდა. საიდან აიყარა და სად რისთვის ჩამოვიდა თბილისში, რა ჩაიდინა, სიღნაღიდან ჩამოვიდა გოგო ბიჭითურთ. გოგია 9 წლისა იყო, თინიკო 7-ისა. მაშინ ქონების ნაციონალიზაცია მხოლოდ მიმდინარეობდა. ჩვენი სახლი ჯერ კიდევ წოწოლაშვილებს ეკუთვნოდათ, სამსართულიანი შეძლებულ მდგმურებზე ნავარაუდები. თითო სართულზე თითო 7 ოთახიანი ბინა იყო. ფრიგელში უამრავი სათავსოებითა და დამხმარე სადგომებით. 30-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის ტემპა რომ იმატა, კოლექტივიზაციას გამორიდებული სოფელი ქალაქს მოაწყდა. თუკი ადამიანს ბინად სადმე დაედგომებოდა, ერთიანად შეივსო. 7 მყუდრო სახლები აბორგდნენ და აყაყანდნენ. მარო ნანდოშვილი შვილებითურთ მაშინ გამოცხადდა, როცა წოწოლაშვილების სახლში პირველი სართულის ყოფილი სამრეცხაოღა დარჩა აუთვისებელი. ეს გახდა ღრმა გამოქვაბულივით ბნელი ნესტიანი სათავსო, სადაც სინათლე მხოლოდ კარში დატანებული სარკმლიდან აღწევდა. იატაკად ასფალტი ეგო და შიგ იმდენი ვირთაგვა ბუდობდა, რომ ყველაზე გამბედავ ბიჭებსაც კი ეშინოდათ შესვლა. გოგია და მე ტოლები ვიყავით. მალე დავმეგობრდით და იმ ნიადაგზე დედაჩვენებმაც გაიცნეს ერთმანეთი. მარო ნანდოშვილი პარტიული მუშაკი იყო, სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა და ამიტომ ჩვენთან დღისით ამოსული არასოდეს მინახავს, მხოლოდ შეღამებისას ან ღამით. ხშირად ხსტუმრობდა, ხან რისთვისა და ხან რისთვის. დედაჩემი კეთილმოსურნი ადამიანი იყო, ახალ მეზობელთან კარგი ურთიერთობა დაამყარა. მარო ნანდოშვილს ქმარი, ისიც პარტიული მუშაკი, მიტოვებული ჰყავდა. არ იტყვით რა მიზეზით. იდეოლოგიურ უთანხმოებათა გამო, არც მეტი, არც ნაკლები. დედაჩემისა და მარო ნანდოშვილის საუბრების ძირითადი თემა სახელდობ ის გახდათ, თუ რამდენად გამართლებულია იდეოლოგიურ წინააღმდეგობათა ნიადაგზე ოჯახის დანგრევა და ბავშვების უმამოდ დატოვება. ოჯახი ჩვენ ბოლშევიკებმა სულ ერთია, უნდა მოვსპოთ და ადრე მოხდება ის თუ მერე რა მნიშვნელობა აქვს, იტყოდა ხოლმე მარო. მარო ნანდოშვილის შეხედულება ოჯახის ყოფნა არ ყოფნის თაობაზე პირადად მე სამართლიანად მიმაჩნია. გოგიასა და თინიკოს საბავშვო სახლში ყოფნა არ ერჩივნათ. სკოლიდან დაბრუნებულებს შინ არავინ ხვდებოდათ და თითო ნაჭერი შავი პურის მეტი საჭმელი არაფერი ჰქონდათ. ეჭირათ ხელში და ლოღნიდნენ.
ეს იდეოლოგიურ პოლიტიკური დროსტარება რამდენიმე წელიწადში იმით დამთავრდა, რომ ჯერ თინიკო მოკვდა ჭლექით, მერე გოგია. მარო ნანდოშვილი პარტიული მუშაობითა და საზოგადოებრივი მოღვაწეობით ისე იყო გატაცებული, რომ მგონია შვილების გამოსატირებლადაც ვერ მოიცალა. ეს ქალი 37 წელს დააპატიმრეს. მორღოვეთის ბანაკებში ძველი პატიმრებისგან გავიგე, თურმე იქაც აქტივისტობდა, მაგრამ 39-ში თუ 40-ში უბედურს თავი ჩამოუხრჩვია. სტალინური სოციალიზმი დობრ გიორგას კომკავშირლება და მარო ნანდოშვილებმა შექმნეს. მაგრამ მხოლოდ ასეთებისგან როდის შესდგებოდა საზოგადოება. გაცილებით მრავლად იყვნენ ისინი, ვინც მარჯვედ გამოიყენა ვითარება. ბრტყელების ლაპარაკი მიტინგებსა და კრებებზე პათეტიკური სიტყვით გამოსვლა ისწავლა და საბოლოო ჯამში პარტიული თუ თანამდებობრივი ფუნქციონერობა გაინახდა. სხვა ფულად შეისყიდა სარფიანი ადგილი. ინდუსტრიის განვითარების ნიღბით არალეგალური საამქროები მომრავლდა. საქმოსნები გამდიდრდნენ, ბევრმა სპეკულაციას ოქრო ვერცხლითა და ვალუტით ვაჭრობას მიიღო ხელი. მართალია საბჭოთა ხელისუფლება სასტიკად დევნიდა კანონსაწინააღმდეგო ხერხებით ფულის შეძენას, მაგრამ შემთხვევათა უმრავლესობაში პასუხისმგებლობის თავიდან აცილება ხთამით ხერხდებოდა და ქვეყანა იგიეს უკუნისამდე. ერთი ასეთი ძველთბილისელი მოქალაქე ანტიკვარული საგნებით მოვაჭრე ჩვენ სახლში ცხოვრობდა. წარამარა იჭერდნენ. ერთ-ერთი გათავისუფლების შემდეგ ცოლს უთხრა: სირანჯან, ეგ შუბები თუ არ ატარე, არიცი ბეწვი უხმარობით რო ფუჭდება? 7 თუ 8 ცალია, გაფუჭდება და კაპიკია მაგათი ფასი. შენ არ ამბობ, ნუ იცვამ, ეს მამაძაღლები კიდევ დამიჭერენ. მაშინ ავდგე და გავყიდოთ, სანამ კიდევ საქონელია. არ იყიდება, შეაწყვეტინა სირანამ და ქურქების შენარჩუნებისა და დაუზიანებლობის ერთთოფ გონება მახვილ ხერხს მიმართა. დროს არსმე ჩამორჩენილ ვარ. მამაჩემის ხშირი დაპატიმრებების გამო ოჯახი ფინანსურ სიზნელეებს განიცდიდა. ყოველდღიურ სახარჯო ფულს ვინ ამბობს? სკოლაში უსაუზმის ფულოდაც მივლია. კოჭობანას ხომ ადრეულ ყმობაშივე დავეუფლე და გასაჭირმა გამაეშმაკა კიდეც. კოჭი 5 კაპიკი ღირდა და ის დღე იყო 2-3 მანეთისა არ მომეგო. სახელი მქონდა გავარდნილი, ჩემთან სათამაშო ცხვაუბნებიდანაც მოდიოდნენ ხოლმე. კუკურა ხეთერელი, დიახაც რომ ახსოვს, მაგას არ ვიზამდი, შეყვარებული რომ არ ყოფილიყავი. ჩემმა გულის ვარდმა ჩამოიარა სწორედ იმ დროს, ციალამ. ჩემი რანაირად იყო არც კი ვიცნობდი, მართალია, მაგრამ მიყვარდა. და ეს იმანაც იცოდა. ის კუკურა ვერც ჯანით ბჯობდა, ვერც ჭკუით, თავხედი იყო. ასეთებს თავმდაბლებთან მუდამ უპირატესობა აქვთ. გეგონებოდა მიდარაჯევდა. მამაძაღლი, თქვათ ვინმეს ვეთამაშები, გაჩნდებოდა საიდანყას, დაავლებდა ხელს ჩემს კოჭებს, ჩაიყიდა ჯიბეში. თუ ხმას დავძრავდი, პანღურსაც ამომკრავდა და წავიდოდა თავის გზაზე. ამას ისე ჩადიოდა, ვითომ ემართა რამე მისი და გადახდა დაუგვიანი. არ ვიცი როგორია ამოვლენის ფსიქოლოგია, მაგრამ ბევრი დამეთანხმება, რომ ასეთი რამ ცხოვრებაში არის, თავხედობის მიმართ პასიურობა. ერთხელ თამაშობ, პარტნიორი გრძელ დასხმაში შევიტყუე. ბარე 60 კაპიკის კოჭები გვიდგას, უნდა მოვიგო. ლაპარაკი არ უნდა, კუკურა ექსპროპრიატორი გამოჩნდა. ჩვენსკენ მოემართება. გავშვი, მოგვიახლოვდა. წინააღმდეგობის გაწევა აზრადაც არ მომსვლია და ამ დროს ქვაფენილზე ციალა. კუკური კოჭების სასაღება დაიხარა. დანარჩენი თავისთავად მოხდა. ფეხი გავიქნიე, ძარცველი გულაღმა გაიშოდა. ტუფის ქვის ნატეხს ვტაცე ხელი. წაქცეულს დავაჯექი და დაუნდობლად განუკითხავად ვურტყი იქამდე, სანამ დავრწმუნდი, რომ წინააღმდეგობის გამწევი აღარ იყო. გოგონა მან ვანდალიზმს პირღია უყურა. ამის შემდეგ ჩავთვალე, რომ ჩემი გულის ვარდი სიყვარულზე უარს ვეღარ მიტყოდა. ჩვენი მოგონებები უმთავრესად ჩვენს პროფესიასთან, მოღვაწეობის ასპარესთან არის დაკავშირებული. ჩემი ცხოვრების იმ მონაკვეთის ძირითადი პროფესია შემოსავლის წყარო, კოჭობანა იყო და შტაბ-ეშტილებებიც ბლომად დამრჩა. რომელი ერთი გავიხსენოთ. ეხლა დიასახლისებმა ამ საქმეს ატომღაც თავი მიანებეს. რასაც ქვია ნაყუნები. წინათ მეორე სართულზე და ზევით მზიან კედელს ვერ ნახავდით.
სანაყენეთ, ბოთლები რომ არ კიდებულიყო. ჩაყრიდნენ ბოთლებში ალუბალს ან ტარხუნას, დაუმატებდნენ ბლომად შაქრის ფხვნილს, მარლი წაუკრავდნენ თავებს და ჩამოჰკიდებდნენ. მშვენიერი ნაყენი დგებოდა. ოჯახი მთელი წლით იყო უზრუნველყოფილი სურნელოვანი და გემრიელი ლიქიორით. ჩვენი მოპირდაპირე ორსართულიანი სახლის კედლებზე უამრავი ბოთლი ეკიდა ხოლმე. ძირს ქვაფენილის მაგივრობას კარგად დაძეკილი მიწა ასრულებდა. კოჭობანისთვის მისწრაბება იყო. გოგოლის ქუჩიდან მისულს ვეთამაშები. ბიჭბუჭების სახით მაყურებელიც ბლომა ტყავს და ამ დროს კოჭებზე დახრილ სახეში რაღაც ისეთი მოხდა, რომ ზურგზე მოვადინეთ ყაპანი. სწორედ ისე, როგორც კუკურამ. გრძნობა დავკარგე. გონს რომ მოვეგე, თავზე იმ სახლის მეორე სართულის მდგმური სერგო ხაბარაძე დამდგომოდა და მიყვიროდა. მოცვიანი და მარწყვიანი ბოთლები შენი მოპარულიაო. თავი მიბჟუოდა, ცხვირიდან სისხლი მდიოდა და თანი საშინელი ცილისწამება მესმოდა. ძვირად დაუჯდა. ორ კაპი შურდული მქონდა, რა გადგას რომ მეტყვიან, მშვენივრად გაწყობილი. კერესელიძეების სხვენიდან ჯერ სათითაოთის უამრავი ბოთლი დაულეწე, დიდი სამბით რომ ჰქონდათ მზეზე გამოფენილი და ახლა ფანჯრებს მივადექი. დღე მეორე მეშუშე მოჰყავდათ. მილიციაშიც მიჩივლეს, წამიყვანეს, ვერაფრით გამონტეხეს, მამა ციხეში იჯდა. დედასთან რამდენჯერმე მოვიდნენ საჩივლელად, ვერც ამან გასჭრა. მადაბედად მამაჩემი გამოუშვეს. იმის ხათრით მოვეშვი, თორემ მოპარული ნაყენების ჭირის უფალმა ორი დღით ადრე ჩურჩხელები მომიტანა. შევრიგდე ჩვილო, მაგრამ იმავე ღამით მაინც ჩაუმსხვრია აივანზე გამომავალი კარის დიდი შუშა. საცუდავი ერეკლე კარგარეთელო. რა დროში მოგიწია ცხოვრება. როგორი მამა და აღზრდელი იყავი, რაები მასწავლე და ჩამინერგე. ნინოშვილის ქუჩაზე რომ გადავედით საცხოვრებლად. იქ სტადიონი დახვდა პირდაპირ ჩვენსავე ქუჩაზე. ყურის პირში, რომელიმე ფეხბურთელს მეტი მოუვიდოდა. ბურთი გალავანსაკეთ გადმოვარდებოდა და უბნის ბიჭებს ჩხუბიც კი მოქსვლია, არა მე უნდა მოვიტაცოთ, არა მეო. ასე მოტაცებული ბურთი რამდენჯერმე მეც მქონდა. ერთხელ სკოლის ამხანაგი მეწვია. უბანი უბანს ვეთამაშებით. ვიცი ახალი მოტაცებული ბურთი გაქვს, მათხოვე, დღესვე დაგიბრუნებო. გამოვუტანე, მაგრამ რჩევა დარიგებით ლამის სული ამოვხადე. აბა თქვენი იცით არ გამიხედოთ, არ საით გადაგივარდეთ, თამაშს მორჩები თუ არა მაშინე მომიტანეთ მეთქი და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ ვეჩიჩინე. მოვეში როგორც იქნა წავიდა და წაიღო. მამამ თურმე ყველაფერი მოისმინა. შინ შევედი თუ არა მითხრა. ამას იქით, როცა ვინმე რაიმეს გთხოვს. ან მზადყოფნითა და სიამოვნებით მიეცი, ან არ მისცე და უარზე მტკიცე დადექი. ჭიჭყინით მიცემული დაკვეტრებულზე უარესია. ვიღაცაზე თქვი ძალიან ბევრი ფული აქვს მეთქი. გამიწყლა. სხვის ჯიბეში ფულის თვლა შურიანობა და მოპარვაზე უარესია. სხვისას ნუ დაითვლი, შენი დაითვალეო. 12-ისა ვიქნებოდი, დილა სკოლაში მიმეჩქარება. საძილი ოთახის კარი ღრიჭოდ იყო. დედაჩემი მამაჩემთან ჩემს ნაცელქარ ნამამაძაღლარზე ჩიოდა. კლასში ლეკვი შეიყვანაო. თევზის კონში ნავთი ჩაასხაო. მეზობლის ნებიერა კატას ეჟვანი შეაბაო. ნასიძეებს თუთიდან საფრთხობელა ჩამოუგდო და რა ვიცი კიდევ რამდენი რამ. ერეკლე მოусმინა და მიუგო. ეს ყველაფერი ასაკისა. გაივლის, გაიზრდება, ძალიან კარგი კაცი დადგება. დაიხსომე ჩემი სიტყვაო. შესაძლოა ეს ფანდი იყო ჩემს გასაგონად თქვა აღზრდის ერთგვარი ხერხის სახით, მაგრამ ის კი ჭეშმარიტებაა, რომ იმ სიტყვების გაგონებამ ჩემზე წარუშლელი გავლენა იქონია. მას შემდეგ სულ იმას ვცდილობდი და რა დასამალია დღემდე ვცდილობ, იაგორსა და მამაჩემ ერეკლეს ვგავდე, ცხოვრებაში მათი შეგონებებით და მაგალითებით ვიხემძღვანელო. ის დღე ახლაც ჩემი ბავშვობისა და ღრმობის დასასრულად მიმაჩნია. როგორ არა? სწორედ რომ ახალი პერიოდი დაიწყო. სარდაფში ჩატანილ ძველ წიგნებს შორის აღმოვაჩინე პეტერბურგში გამოცემული და მშვენივრად ილუსტრირებული ისკუსტვა ლუბვი. მაშინ ადამიანისთვის, ვინც ამ წიგნს ღრმად შეისწავლის, ახალი ცხოვრება არ დაიწყება. ღრმად შევისწავლე და არა მარტო სექსუალური ურთიერთობის ყველანაირი ხერხი, არამედ სასიყვარულო, საარშიყო ხელოვნების ყველა ფანდი, ხრიკიც და ეშმაკობაც. იმ წიგნში ესაც ზედმიწევნით იყო გაშუქებული. შევისწავლე და ხმალივით შევიმართე. თეორიის პრაქტიკი დადასტურება მომწყურდა. ეგ არის
ამ განათლებას რამდენიმე უხერხული შედეგი მოყვა, როცა გული ვიჯერე და უფრო კი პატივმოყვარეობის ძმაკაცებში პირველობის ქვეცნობიერმა ჭიამ ძლია ის წიგნი რეზოს სისაურს ვათხოვე და სამუყო პირი თუ მიწამ არავინ იცის. დაიკარგა და დაიკარგა. დაიწყო ახალი სასწავლო წელი. უკვე ტექნიკუმის პირველი კურსის მსმენელი ვარ. საღამო ხანია ვიღაც კაცი გვესტუმრა. ცერად გადმომხედა. მამა იკითხა და როცა გაიგო რომ შინ არის, ქუდი საკიდარზე შემოდო. შეუძეხი დაბრძანდით მეთქი. მამას გავაგებინე რომ სტუმარი გვეწვია და მეორე ოთახში გავედი. იმ კაცმა искусство любви მოიტანა. თავის გოგონას უპოვნა. კვალს გამოყოლია და მომადგა. მისი გოგო იმ ძეწვში მე-11 ყოფილა. თუ გავითვალისწინებთ რომ ყოველმა 11 თაგანმა კიდევ 3-4 ბიჭსა თუ გოგოს თავის მხრივ წააკითხა, ეს უკვდავი ქმნილება მაშინ შემიძლია დაბეჯითებით თქვა რომ ამ საგნის პოპულარიზაციასა და სწავლებაში მეტი დამსახურება მაქვს ვიდრე საბჭოთა პედაგოგიკას კომუნიზმის იდეებით განათლების საქმეში. და აი ის პირველი ქალი. ის რასაც ვნება ქვია. არ მეგულება მამაკაცი თავის სიცოცხლის პირველი ქალი რომ არ ახსოვდეს. მეც ცხადია მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვცდილობ როგორმე მეხსიერებიდან ამოვიშალო, არაფერი გამოდის. 16 წლისა ვიყავი. საღამოთი ბირჟაზე გავედი. ძმაკაცებთან სალაყბოდ. ვიტრიალი ვერავინ ვიპოვნე. შეიძლება იმიტომ, რომ ადრე იყო. ხეტიალი მომბეზრდა. საზაფხულო კინოთეატრში შევედი. ახალი ფილმი გადიოდა და ისიც ვიფიქრე იქნება მეგობრები ვნახო მეთქი. მაშინდელ თბილისში ასეთი საზაფხულო განყოფილება თითქმის ყველა კინოთეატრთან არსებობდა. სეანსები შეღამებისთანავე იწყებოდა და წელიწადის დროს გააჩნდა 3 სეანსიც ჩატარებულა ხოლმე. თუ წვიმას არ დაუფანტავს ხალხი. მეგობართაგან ნაკმც არავინ იყო. ნაყინი ვიყიდე და ჩამოვჯექი. ჩემს პირდაპირ მშვენიერი შესახედაობის ასე 29-30 წლის ქალი იჯდა. ჩემსავით სეანსის დაწყებას ელოდა. საღამოს გაზეთი მეჭირა, ვითომ ვკითხულობდი. და ნამდვილად კი ამ ქალზე ფიქრებში ვიყავი, როგორ გამოველაპარაკო და გავიცნო მეთქი. 1000 შესაძლებლობა და ვარიანტი განვიხილე, ყველა დავიწუნე. 16-ისა ზოგი დიდი ბრიტანეთის დედოფალზე იერის ისე მიიტანს, ვითომ ასეთი რამ მობეზრებული ჰქონდეს. искусство любви თავისთავად და გერმანული ფაშიზმის ყავისფერ წიგნშიც ხომ წაკითხული მქონდა სენტენცია. მასა ქალია, ხოლო ქალს ძალადობა უყვარს. მაგრამ ამაებმა ქალებთან განბედაობის საკითხში ბევრი ვერაფერი შემმატა. სამაგიეროდ არც სადმე წაკითხული მქონდა, არც ვისმეს უსწავლებია და თავად ვიცოდი, ორი ნაბიჯის მოშორებით მჯდომ ადამიანზე, ასე დაჟინებით თუ ფიქრობდი, თვითონ გამომელაპარაკებოდა. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ ჩემი რაიმე აინტერესებდა. სწორედ ასე მოხდა. ერთი წამით საითხაც გავიხედე და მაშინვე გამომელაპარაკა. თუ აღარ გჭირდებათ მათხოვეთო. გაზეთს გულისხმობდა. ვათხოვე. ცოტა ხნის შემდეგ რომელიღაც სტატიის თემაზე ჩამომიგდო ლაპარაკი. არ წამიკითხავს მეთქი და გვერდში მიუჯექი. საუბარი გაიბა. მარიკო ერქვა. სეანსის ზარმად დაჰკრა. ადგილები დაუნომრავი იყო. ერთად დავსხედით, სულაც არაფერი ვისხედით და ვუყურებდით. ეგ არის ეკრანზე ტრაგიკული ვითარება რომ შეიქმნა, აღარ მახსოვს ვიღაცას კლავდნენ თუ უკვე მოკლეს, მარიკომ ხელი ხელში ჩამავლო. სურათის ბოლომდე აღარ გამიშვა და არც მე ვიუცხოვე. სახლამდე მივაცილე. გზადაგზა ნანახ ფილმზე ვისაუბრეთ. გამომშვიდობების წინ ტელეფონის ნომერი მითხრა. ხვალ საღამოს დამირეკეო. მეორე დღის პირველი ნახევარი აბანოს სადალაქოს პერანგის რეცხვის შარვლის დაუთოებას და სხვა ამგვარ რაღაცეებს მოვანდომე. დღის მეორე ნახევარი ღელვას და იმის ფიქრებს თუ როგორ უნდა მოუქცეულიყავი, რამაც პაპაჩემ იაგორის თავშეკავებული ცნობის მოყვარეობა გამოიწვია. სულ 7-ზე დავრეკე. მომიბოდიშა ძმისწული აბად გამიხდა მაპატიე, დღეს არ ამცალია, ხვალ არა ზეგ დამირეკეო. ცოტა არ იყოს დავიბენი. ამ ნაბანავებ ნარეცხს ნაუთო ნაპარსკას. ზეგ? თითქმის იგივე განმეორდა იმ განსხვავებით, რომ მეგობარმა მშვენიერი პერანგი მათხოვა. მოკლედ რომ მოვჭრათ, ზეგ 4-ჯერ განმეორდა და მეხუთედ როგორც იქნა, ავიარე ეზოდან სართულის აივანზე ამავალი ხის კიბე და შემენულ კარს მივაკაკუნე.
ბოდიშები იმდენ ხანს გაგრძელდა, კინაღამ გული წამივიდა. მოპირდაპირი კედელზე აკრულ ფარდაკსა და ზედუხვა დაკიდებულ საგნებს უნდა უმადლოდე. ამათ წამტაცეს ყურადღება. ამის თვალიერებამ გადამარჩინა. ივნისის ბოლო იყო, არც ისე ცხელოდა, მაგრამ მარიკოს ერთობ შილიფად ეცვა და გაცილებით მიმზიდველი გახდათ, ვიდრე პირველი ნახვისას. მოკითხვასა და ანეკდოტებს ჩაიმოყვა. მე რა თქმა უნდა აღარ მახსოვს, რისგან ნასესხები ფულით ნაყიდ რეკორდს ვაბოლებდი და თავი ისე მეჭირა, როგორც ქალებში გათამამებულ, მაგრამ დელიკატურ დედათ მავალს. ყოველ შემთხვევაში მეგონა, რომ ასე მეჭირა თავი. ბინა ოროთახიანი იყო, ძველ თბილისურ სამსართულიან სახლში. შენობა სადარბაზო არ ჰქონდა. ბინებში შესვლა გამოსვლა მხოლოდ ხის ფართო აივნიდან შეიძლებოდა. აივანზე ბინის კარი და ერთი პანჯარა გამოდიოდა. წინა ოთახს სიგრძივ მოსდევდა მეორე საძილე ოთახი, რომლის პანჯარა ქუჩას გადაჰყურებდა, ხოლო შემინულ კარს ქუჩამდე გადაკიდებულ რკინის აივანზე გავყავდით. ფარდაგი რომ ვახსენე, როგორც ძველი თბილისის თითქმის ყველა ტრადიციულ ოჯახში, იგი აქაც ხმარებიდან დიდი ხნის წინათ გამოსული იყო. იარაღისა და სხვა ექსპონატების კოლექციას წარმოადგენდა. რამდენიმე სიათა, მაჟარი, ხირიმი და ვეება სადგამიანი, თითქმის პირველ ყოფილი კაჟიანი თოფი. ხანჯლებისა და ხმლების საკმაოდ დიდი თავმონაყარი. ცხენის მთლიანი მოსართავი და მათრახი, წინა თაობების სამხედრო პირთა ფერწერული პორტრეტები. ერთი წითელი არმიის ახალგაზრდა მაიორის ფოტოგრაფი. იარაღი ოქრო ვერცხლი თვალმარგალიტით მოოჭვილი და უძველესი ნაკეთობა. მათრახის ტარიც კი ძალიან ლამაზ, ოქრო ცურვილ ბადეში იჯდა და აქა-იქ მსხვილი იაგუნდებით ანათებდა. შფოთი შემიჩნდა, ვკითხე, ეს მშვენიერი ვაჟკაცები ვინ არიან მეთქი? ჩემი ქმრის წინაპრებიაო. მითხრდა ფოტოზე მიმითიდა. აგერ ის კაცი ჩემი ქმარიაო. კინაღამ ვიკითხე, ახლა სად არის მეთქი? უფრო მეტად შევშფოთდი, სიმართლეს ვიტყვი უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ არა. რა იცის კაცმა გავიხედო და მოვიდეს. მერე ეს შიში მალე მოვიშორე. ასეთი შესაძლებლობა რომ იყოს, ხომ არ დამიძახებდა მეთქი, მაგრამ სინდისის ქენჭნამ გული წამიყო. სხვისი ცოლის ყურო ვიყავი. მარიკო ალბათ შედარდიანებას მიმიხვდა. დამამშვიდა. ავჭალის საზაფხულო ბანაკებშია. დღესდელი წავიდა. შაბათამდე იქ იქნებაო. დარაბები მიხურა, კარი ჩარკეტა. საძილე ოთახში გავიდა და ლოგინის შლას მიიღო ხელი. ეხლა ისე მგონია განწყობილება გამიგო. ეს ყინჩილა კი არ გამექცესო, იფიქრა და საქმე წინ წაიგდო. ჩემი მდგომარეობის გამო სინდისის ქვენჯნას ახლა ის დაემატა, სიძვის რიტუალი ცოტა სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი და არ ასე დაურიდებლად. დარაბები, კარი, ლოგინი. გამომძახა, მან შუქი გამორთე და მოდი მიშველეო. გამორთე, შევედი, ლიფის ამარა იჯდა. ზულზე შესაბნევის გახსნას ცდილობდა. ხელები არ ემორჩილებოდა, თუ უნდოდა რომ მე შემეხსნა ვერ გავიგე. ვიდექი დავწკეროდი, ვერ გამებე და მიშველებოდი, თუ არა. გაიცინა, რასად გახარ მიშველე მეთქი, ხომ გითხარიო? 112-ის ნახევარი იქნებოდა შუა განწყობისას ვიღაცამ მოაკაკუნა. მარიკოს ელდაეცა, გამშორდა, წამოჯდა, მიაყურა. იჯდა სანამ კაკუნი განმეორდებოდა. ეხლავეო დაიძახა, ხალათი წამოიცვა, გავიდა და იკითხა, რომელი ხარო? მამაკაცის ხმა იყო. მე ვარ, გააღეო. ქალი ცოტა ხანს გაშეშებული იდგა, მერე შუქი ჩართო, კარისკენ ხელი ნელა წაიღო, გასაღების ორჯერვე ზანტად გადაატრიალა. ის მაიორი შემოვიდა მთელ საღამოს რაღაცნაირი საყვედურით რომ გადმომცქერო და თეთრ ჩარჩოში ჩასმული ფოტოსურათიდან. ტანსაცმელი დავბღუჭე. რა მეცვა, პერანგი, შარვალი და მსუბუქი ფეხსაცმელი ეგ იყო. ქუჩისკენ გამავალი აივნის ღია კარში თევზივით გავსხდი. იქაურობა მოვათვალიერე, ჩახტომის ან ჩაძრომის არავითარი შესაძლებლობა არ იყო. მესამე სართული, სიპი კედელი. ქუჩაში წვილი მისეირნობდა. თვალი მომკრეს. გაჩერდნენ. კიდევ ვიღაც შეუერთდა. კიდევ ერთი წვილი, იდგნენ, სეირს ელოდნენ. ოთახებიდან ისევ მამაკაცის ხმა მოისმა. იქით გავაპარე თვალი.
კლასიკური სიუჟეტი, ნამწვავები, ჩაის ჭურჭელი, გაწეულ-გამოწეული სკამები და როცა საძილე ოთახში შემოვიდა, აწეწილ-დაწეწილი ლოგინიც. მაიორი თავჩაღონული იდგა, ფიქრობდა, ქალი იქვე კართან იყო. ქმარმა ცოლისკენ მიიხედა. წინა ოთახში გავიდა, კარი გასაღებით ჩაკეტა, ისევ საძილესკენ გამოსწია. ქალს თვალიც კი არ გამოუყოლებია, თავჩაქინდრული იდგა. მაიორი ჩემი აივნის კართან მოვიდა და როგორც სამხედრო პირშეფერის რეხიანად ბრძანა. გამოდიო. ფიქრობ ბევრს ახასიათებს ეს და არა მარტო მე. ნამდვილ განსაცდელთან პირისპირ თავის დაუფლების უნარი და სრული სიმშვიდე. აუჩქარებლივ ჩავიცვი. მოკუჩებულ მოსეირნეებს გადავხედე და ოთახში შევედი. წამით გავჩერდი. მაიორი შევათვალიერე. ორივე ოთახი ნელი ნაბიჯით გავიარე, კართან მივედი. ის იყო გასაღები უნდა გადამეტრიალებინა, რომ ზურგიდან მოსულმა მაიორმა მხარზე ხელი დამადო. მოვბრუნდი. ხელში ის მათრახი ეჭირა, რომელიც კედელზე ჩამოკიდებულ ფარდაკს ამშვენებდა. ოქროს ბადე შემოკრული, იაგუნდებით მოელვარე. ხმა არა მოუხია, გადამიჭირა და გადამიჭირა. ტანმორჩილი ჩია კაცი იყო, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა ფიქრადაც არ მომსვლია. გავეცალე და გამომეკიდა. მაგიდის გარშემო დავრბოდი. მათრახი გრძელი იყო, წვდებოდა. ბარე 3 წრე შემოვირბინეთ. არ ვიცი დაიქანცა თუ მაგმარა გაჩერდა. მაშინ გასაღებს ვეცი და ხის კიბეზე გრიალით ჩავიტანე. მოსეირეები იქვე იდგნენ, მაგრამ ძალიან მშვიდად გავედი ქუჩაში და ასევე მშვიდად გავუყევი ქვაფენილს. ვითომ მე სხვა ვიყავი და აივანზე მდგომი შიშველი ახალგაზრდა კაცი სულ სხვა. ის ქალი აღარასოდეს მინახავს და კიდევაც რომ შემხვედროდა სადმე, ვიცი, თვალს ავარიდებდი. ეს საჩოთირო შემთხვევა თითქოს სამუდამო სიცხვილად უნდა დამხსომებოდა, მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ თავის სახელდობრ ამის შემდეგ ვიგრძენი მზად არა მარტო ყველანაირ გასაჭირსა და მოულოდნელობასთან პირისპირობისათვის, არამედ დიდ საქმეთა აღსრულებისთვისაც კი. კარი მეხუთე. გორა საძილე ტომრიდან გამოძურა. ივარჯიშა, წაიხემსა და ადგილმდებარეობის გაგნებას მიიღო ხელი. მზიანი დარი იყო. ასეთი მზე ყინვას ვერ ერევა. 1-2 გრადუს თუ დააკლებს, რა თქმა უნდა, იმ განედებზია ლაპარაკი, სადაც იმჟამად იყო გორა. სამხრეთისკენ ეჭირა გეზი, მდინარე ობისკენ. საოცარია რა სწრაფად მივლია. ვერაფერი დიდი სისწრაფეა, ოქტომბერში წამოხვედი და თებერვლის დასაწყისია. არაფერია. ხაბიბულამდე მანძილს თვენახევარში ვერ გავივლი, გავივლი. თუ რაიმე მოულოდნელობა მარიჩინა თავი. კაცო, ჩვენი საქმეა ვიაროთ. აი მივდივართ, მაგრამ სათქმელი და მოსაგონარი უფრო მეტი დაგვრჩა, ვიდრე ვთქვით. აბა 1000 ერთხელ იცლიდი მაგისთვის. ხან რა გიშლიდა ხელს, ხარა განწყობილება ქონდა. არა. იმ ტყიურზე რამდენი იფიქრე, რამდენი დრო დახარჯე. საინტერესო იყო და იმიტომ. კარგი, ახლა რაზე ვიფიქროთ? რაზე? აი 12 წლისამ რომ დაიწყე. ის ასაკი, საიდანაც აღსრულებათათვის სამზადისი დაკვირვება, გამოცდილების შეძენა იწყება. ის დრო მოვლენები, ადამიანები, გარემოებები გავიხსენოთ. ყოველივე ის რომ არ ყოფილიყო, ხომ არ მივიდოდი იქ, სადაც მივედი, ციხეში. ეგ მთელი ეპოქა რეპრესიების წლებიც მანდ შედის. სწორია, საიდან დავიწყოთ? იმ დროისა თუ მოვლენების ავტორი სტალინი იყო. მისი გენიის ნაყოფია ყველაფერი, რაც ხდებოდა. ხდებოდა კი ის, რომ ადამიანის, ხალხის, ერის, მისი სრულყოფილი ცოდნა გამომდინარეობდა ერთი რუსული მეტად ზუსტი ანდაზიდან. ნათქვამიდან. ეგრე იყოს, მაგრამ მე მაინც ანდაზად ვიტყოდი. Аха Фонюшки тяжело жить без Афонюшки. Кабы Афонюшка жил, кнуты бы вил, и нас бы бил. მისი შეხედულებით, კაცს ცემა და შიმშილი თუ დააკელი, საქმე ვერ ივარგებს. ამაში უდავოა მისმა ამ ქვეყანაზე არაკანონიერმა მოსვლამ, აღზრდამ და სასულიერო განათლების მიღებამაც ითამაშა როლი. რელიგიის საწინააღმდეგო თანდაყოლილმა და შემდეგ გამძაფრებულმა ინსტინქტებმა
ისე მგონია კაცობრიობის ისტორია სტალინზე უკეთესად ქვეყნიერებაზე არც ვინმე მიცოდა და არც ვისმე წარსულში სცოდნია. ჩანს სემინარიებში ამ მეცნიერების სწავლება ფრიად სერიოზულ საქმედ მიაჩნდათ და განსაკუთრებით კი საგნის იმ ნაწილის, რომელშიც მასებთან ხელისუფლების ურთიერთობისა და სახელმწიფოს ერთპიროვნული მართვის ათასწლოვანი გამოცდილება წერია. თავად სტალინი ეტყობა იმ თავითვე და ღვთივ ბელადად იყო ნაგულისხმევი, თორემ რაღა ამაზე გაამახვილებდა ყურადღებას და განსაკუთრებულ მიდრეკილებასაც გამოიჩენდა. მას ამ მიმართებით ახლის შექმნა არ დასჭირვებია, ძველით საკმარისად იყო. ეხლა როგორი წინამორბედი ყავდა, ახალ პირობებში ძველი გამოცდილების გამოყენების როგორი მემკვიდრეობა დაუტოვა ლენინმა. საკუთარ ცოდნას მასწავლებლის ოსტატობაც დაურთო და შემპარავი, ძალისმიერი, მოხანათური და აშკარა პოლიტიკური ხრიკების უმდიდრესი არსენალი გამოუვიდა. დასახული მიზნის განხორციელებაშიც შეუბრალებელი და ჯიუტი აღმოჩნდა. სისხლის ღვრაც თამაშად მიაჩნდა. ამ თვისებების გამო იყო პარტიისა და სახელმწიფოს უსტაბაშად რომ აირჩიეს. წინააღმდეგ მენტორის ანდერძისა. ღმერთი არ გაგიწყდეთ, ეგ სისულელი არ ჩაიდინოთო. ერთი კია მასწავლებელს თავის შეგირდებზე საქები არასოდეს არაფერი უთქვამს, გულის სიღრმეში ყოველი მათგანი დასრულებულ იდიოტად და ნაძირალად მიაჩნდა და მისი გენიალობა ამაშიც გამომჟღავნდა. თავკაცი იმითაც იყო გენიალური, რომ საწერ მაგიდაზე გამოგონილი იდეოლოგიით შეძლო მასების გადმობირება. ხოლო მისი შეგირდი იმით, რომ ეს იდეოლოგია სახელმწიფო წყობილებისა და მისი ეკონომიკის საფუძვლად გამოიყენა. კაცობრიობის ისტორიაში მგონია ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურმა თავისებურებებმა კი არ შექმნა იდეოლოგია, არამედ ბელადმა იდეოლოგიის მიხედვით გამოიგონა წყობილება, მისი ეკონომიკა და ამით ტრაბახობდა კიდეც. როგორც იტყვიან ეს ყველაფერი, არაფერი, საქმე ის იყო რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე არა მარტო ახალი სახელმწიფო უნდა აეგო, არამედ ისეთი უნდა აეგო, რომ ამ სახელმწიფოს კომუნიზმის მთელს მსოფლიოში გავრცელების უნარიც ჰქონოდა. ასეთ მიზანს რუსეთის კომუნისტური პარტიის პროგრამა ყოველთვის შეიცავდა და წითელი ხუთკუთხიანი ვარსკვლავის სიმბოლიკით იყო დადასტურებული. 5 წითელი მატერიკი. დიდი გაიწვერა ბრძანდებოდა ჩვენი ბელადი. რანაირი ფოკუსები იცოდა. ამ მიზნის განხორციელებას ადამიანის, მთელი ხალხის სრული მორჩილება სჭირდებოდა. როგორ მიეღწია მასებში ასეთი ფსიქოლოგიური განწყობილებისთვის? ზემომოყვანილი ანდაზითი ხელმძღვანელა დაუწყო ცემა, მაგრამ ნაირ-ნაირი წახალისებებისა და იდეების პროპაგანდის თანხლებით. ამით დამორჩილების პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ გადაწყდა. ასეთი კაცი ვარგოდა იმისთვის, რომ მშირ მწყურვალს დანგრეული ქვეყანა ეშენებინა და არა იმისთვის, რომ ერთის ხელის საქმეები დაედო თავი იქ, სადაც ბელადი მოისურვებდა. საჭირო იყო მოქალაქე ქვეშევრდომი, რომელსაც ეტყოდნენ, თავი უნდა მოიკლაო და ის მხოლოდ იმას იკითხავდა, ყულფით, საწამლავით თუ ტყვიითო. აქვე თუ სადმე სხვაგანო. ბელადმა ესაც შეძლო და აი როგორ შექმნა იმდენად დაბალი ხელფასების სისტემა, რომ თავისი ალალი შრომით ოჯახს კი არა, მარტოხელა კაცი თავსაც ვერ დაირჩენდა. სამაგიეროდ დასტოვა ონკანი, საიდანაც დიოდა ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ქონება. უფრო სწორად კი დოვლათი, რომელიც მშრომელმა შექმნა და მას ბელადმა წაართვა. როცა ადამიანს შვილები დაემშა, მივიდა, ონკანს შეუშვირა და დახვრიბა. ესე იგი მოიპარა. მოიპარა და იმავ წამს დამნაშავის კომპლექსი შეეძინა. ამას ისიც უნდა დაემატოს, რომ დანაშაული რეგულარულ ქმერებად იქცა, რადგან ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად გამუდმებული ქურდობა იყო საჭირო. დაიწყო საყოველთაო პარვა, მეგთამეობა და სახელმწიფო ქონების განიავება. სამაგიეროდ შეიქმნა საზოგადოება, რომელშიც ყოველი ადამიანი კანონის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა. როცა ასეა, მაშინ იმის შიშით, რომ უმნიშვნელო ურჩობის შემთხვევაშიც კი ცოდებს მოგაგონებენ, ციმბირში გიკრავენ თავს და ყველაფერი ოხრად დაგრჩება. რა თქმა უნდა მორჩილი, დამჯერი და ყურმოჭრილი მონა იქნები. ბელადს ისიც გამოთვლილი ჰქონდა, რომ რასაც მას პარავდნენ, 100-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ის, რასაც იგი ხალხს თავად პარავდა. ეს ფოკუსები მატერიალურადაც გამართლებული იყო. იაფად შეძენილი საყოველთაო უსიტყვო მორჩილება. 200 მილიონ დამნაშავეში ურჩთა აღმოჩენა, მათგან მრავალმილიონიანი
შორეულ შრომა გასწორების ბანაკებში უფასოდ მომუშავე არმიის შექმნას რაღა უნდოდა. გულაგი და მაგის ჯანი. ბანაკებს ამ მოგონებაზე ესეც თქვათ, სხვა დანიშნულებაც ჰქონდა. ბელადმა შესანიშნავად იცოდა, რომ ადამიანის შრომით გასწორება, ანუ ბანაკებში პატიმრობის გზით პარტიისა და სახელმწიფოს ერთგული მოქალაქის გამოძერწვა, უიმედო საქმე იყო. საბანაკო სისტემის ჩამოყალიბების უმთავრეს მიზანს კი პარტიის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა და არსებული ვითარებით უკმაყოფილოთა ფიზიკური მოსპობა შეადგენდა. ყარაგანდაში იყო საღამოხანს ვიღაცას ვეძებდი. მითხრეს ექიმთან წავიდაო. იქ როგორც ყოველთვის ბლომად ხალხი დამხდა. მეორე დღეს სამუშაოდან გათავისუფლების სახვეწლად მოსულა. ჩემი შესვლა იყო მაიორი კულაგინი თუ კალუგინი, კულტურულ აღმზრდელობითი ნაწილის უფროსი შემოვიდა. ხალხი მოათვალიერა და გულწრფელად გაკვირვებულმა იკითხა, ამდენნი აქ რისთვის მოსულ ხარდო? უპასუხეს სამკურნალოდო. გაიცინა და გვითხრა. თქვენ იმისთვის კი არ მოგიყვანეთ, რომ გარედან მოტანილი ავადმყოფობები გიმკურნალოთ, არამედ იმისთვის, რომ ნელ-ნელა დაიხოცოთ. სათითაოდ გამოყვარა. ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყვასა ზედა მოვიდეთ, იოსებ ჯუღაშვილის სქესის ერთი წამოფეთქების შედეგად დაბადებული და მიზეზით იმთავითვე დაბოღმილი არსება რომ არ ყოფილიყო, ბიჭს თავისი შეუპოვრობა, სიჯიუდე, ლექსის წერასა და სიყვარულში გამოეჩინა და მარქსი, ენგელსი, პლეხანოვი და ლენინი არ წაეკითხა. მოიცა, ხედავ, რამდენი რამ უნდა მომხდარიყო და არ მომხდარიყო იმისთვის, რომ ქვეყანას სხვა ბელადი მოვლენოდა. მართალი ხარ? იყოს, რა ვიცი. სხვა იქნება უარესი ოიმბაზი გამომდგარიყო. რაც მე მაგისი წყევლა მსმენია, კიდევ კარგახანს იცოცხლა. წარაფი, შაო მერცხალო და გუდის ყველი ნაყვარება. ამის გამო აუხირებიათ ქართველი იყო. ლუდი ძეხვი და ბეთჰოვენი მიყვარს. გერმანელი ვარ. დოკუმენტებში საკუთარი ხელით წერდა, ქართული წარმოშობის რუსი ვარო. ვისაც ხელს არ აძლევს, ნუ დაუჯერებს. და მე თუ მკითხავს ვინმე, სტალინი, არც ქართველი იყო, არც რუსი და არც რომელიმე ერისა. იგი ოქტომბრის გადატრიალების პროდუქტი, სოციალურ-პოლიტიკური ფენომენი გახდათ. ვითომ თვით რუსებს, ებრაელებსა და იმჟამინდელი პოლიტბიუროს სხვა წევრებს, სტალინის მაგივრად, გენერალურ მდივნად. თქვათ, ტროცკიან ბუხარინი აერჩიათ. ნაკლები დაიხვიტებოდა? არა, 17 წელიწადში თბილისის უნივერსიტეტის 6 რექტორის ნაცვლად შესაძლოა მხოლოდ 4 დაეხვიტა. მაგრამ იმ ორსაც ჩემი უახლოესი ნათესავების ხარჯზე აანაზღაურებდა. 6 კი არა, 9-ს დაგვიხრეტდა. ამავე პერიოდში 270,000 ქართველის მაგივრად 200,000 დახრეტდა და 70,000 სხვა ხალხებს ძმურად გაუნაწილებდა. დიდი შეღავათია. ჰიპოთეზაა მართალია. ჭეშმარიტებას ეგეთი არითმეტიკა არ უყვარს. ჩვენ ის ვილაპარაკოთ, რაც გვაქვს, სტალინზე გაგონილი. მამის მხრიდან ჩემი ნათესავები გორელები იყვნენ. იქაური ამბები ზედმიწევნით იცოდნენ. გორში ერთი ეშხიანი მიმზიდველი გოგო ყოფილა ეკატერინე. საალერსოდ, კეკე, ღარიბი ოჯახის შვილი. საბნების კერვა სცოდნია, უკეთეს ნურავინ იტყვის. მაშინ საბნები დაპენტილი მატყლისა იყო, ღუნღულა და ატლასზე ნაქარგი. იქვე გორში ეგნატაშვილი ცხოვრობდა, აზნაურიც გახდათ, გილდიის სოვდაგარიცა და კარგა შეძლებული ოჯახის პატრონიც. ცოლ-ქმარს ერთი შვილი ჰყავდათ, სახელად იაკობი. მაგრამ შემდგომში პასპორტით ალექსანდრეც. აქ შეიძლება რაიმეს ვცოდავდე, ზუსტი ვერსია მეხსიერებაში არ შემომრჩა. კეკი ამ სახლში საბნების საკერავად მიიწვიეს და ისე კი გამოვიდა, რომ ეგნატაშვილისგან დაფეხმძიმდა. ეგნატაშვილმა გახმაურება არ ინდომა. იპოვნა ახალგაზრდა კაცი ბესო ჯუღაშვილი, ხელობით ხარაზი და ამასთან ერთად არყის მოყვარულის. უყიდა 3 თუ 4 ოთახიანი სახლი, რომელსაც ამავე ფართის ნახევარსარდაფიც ჰქონდა. ეხლა დაზუსტება ძნელია, ვინც გორში სტალინის სახლს მუზეუმშია ნამყოფი, უეჭველად შეამჩნევდა პატარა 2 ოთახიან აგურის სახლს,
რომელსაც მინის ქლუგა აფარია. სტალინი მართლაც აქ დაიბადა, მაგრამ იოლის შესამჩნევია ისიც, რომ სახლს გვერდიდან მესამე ოთახის კედლის ნაწილი აქვს შემორჩენილი. მერე მოუნგრევიათ. ამას გარდა ეზოს და მიმდებარე ნაკვეთის კეთილმოწყობისას ნახევარ სარდაფი მიწაში ღრმაწასულ სარდაფად გადაუქცევიათ. ოთახის მონგრევისა და ნახევარ სარდაფის მიწაში ჩაფლის ფანდი ტურისტების, ექსკურსანტებისა და საზოგადოებრივი აზრისთვის შესრულდა. ნახეთ, როგორი ღატაკი ოჯახიშვილი იყო ჩვენი და მსოფლიო პროლეტარიატის დიდი ბელადიო. ეს რომ სიმართლეა საკუთარი ბებიისა და რამდენიმე გორილი მოხუცისგან თავად მაქვს გაგონილი. ეგ არის კარგად აღარ მახსოვს სახლს 3 ოთახიანს ამბობდნენ თუ 4 ოთახიანს. და ის სახარაზო სახელოსნო ბესო ჯუღაშვილს ეგნატაშვილმა დაუარსა. მომავალი ბელადი 3-4 წლისა იყო, როცა ბესო ჯუღაშვილი საბოლოოდ გალოთდა. საწარმო გაუკოტრდა და თავად აღმად-აღმა წავიდა. ამბობდნენ უკანონო შვილის მამობა ვეღარ აიტანა და ამ მიზეზით გადაყვა სმასო. ადვილად გადაყებოდა, მით უმეტეს ადამიანი, ვისაც მემთვრალეობისკენ მიდრეკილება უამისოდაც ჰქონდა. შუბი ხალთაში ვერ დაიმალებაო. ალბათ არაერთხელ წამოაძახის კიდეც და ეგნატაშვილის მეუღლისთვისაც მალე გახდებოდა ცნობილი ქმრის უკანონო შვილის ამბავი. ამ დროს ეგნატაშვილებს მეორე ვაჟი ვასილი შეეძინათ და ორი ვაჟის დედა რაოდენ შეურაცხყოფილიც უნდა ყოფილიყო. სხვა რომ არა იყოს რა, ქრისტიანულ მორალს მოიშველიებდა და ფაქტს შეურიგდებოდა. ყოველივე ამის გამო ეგნატაშვილებმა სოსო ჯუღაშვილი ოჯახში მიიღეს და საკუთარ შვილებთან ერთად ზრდიდნენ. ესე იგი თავისი ბიჭებისგან არაფრით არჩევდნენ. თუმცა სოსო მეცილა დედასთან, მაგრამ ეგნატაშვილების ხარჯზე ცხოვრობდა. დრო მოვიდა. სოსომ ეგნატაშვილების აზნაურობის წყალობით გორის სასულიერო სასწავლებელში დაიწყო სიარული. დაამთავრა. და ახლა თბილისის სასულიერო სემინარიაში მოაწყო ეგნატაშვილმა. იქ მხოლოდ სასულიერო წოდების, ან არისტოკრატთა ოჯახებიდან გამოსული ახალგაზრდობა სწავლობდა. ამ დროის მანძილზე ძმებს შორის ურთიერთსიყვარული, მშობლიური დამოკიდებულებები ჩამოყალიბდა და მიუხედავად იმისა, რომ იაკობი და ვასილი ეროვნულ დემოკრატები იყვნენ, ხოლო იოსები სოციალ-დემოკრატი, ისინი ნამდვილ ალალ მოყვარულ ძმებად დარჩნენ, რაც მათი მომავალი დამოკიდებულებებიდანაც აშკარაა. მაგალითად სოსომ თავის ბიჭებს იაკობი და ვასილი დაარქვა და მათი ნაღდი ძმობის სხვა მაგალითები მერეც გამოჩნდა. ძმები ცხოვრებამ მიმოფანტა. იაკობმა საფრანგეთს მიაშურა, გონია მამის პროფესიას, მეღვინეობას დაეუფლა. ვასო მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლა არჩია. სოსო პოლიტიკურ მოღვაწედ ჩამოყალიბდა. ხან რომელ ციხეში იჯდა, ხან რომელ გადასახლებაში იყო, მაგრამ ოჯახისა და ძმების ყოველნაირი დახმარება არასოდეს მოκლებია. დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. იაკობი ფრანგების არმიაში მოხალისედ შევიდა. ვერდენის ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და საფრანგეთის საბრძოლო ჯილდოებით მკერდ დამშვენებული დაბრუნდა. ვასილმა უნივერსიტეტი დაამთავრა და თბილისში პედაგოგიურ მოღვაწეობას მიიღო ხელი. სოსო ამ დროისთვის უკვე სტალინი იყო და არა ჯუღაშვილი და მალე გენერალურ მდივნადაც დაჯდა. რუსეთის უზარმაზარ მრავალეროვან სახელმწიფოს ჩაუდგა სათავეში. თავისებურად განვითარდა იაკობისა და ვასილის ცხოვრებაც. იაკობი თბილისში მენშევიკების, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ჩამოვიდა. ცოტა ხანს იტრიალა და სოლოლაკის მთაზე ელიტარული რესტორანი გახსნა, რომელიც მისი წყალობით თბილისის ლიტერატორთა ხელოვანთა და საერთოდ განათლებული ბოჰემის უსაყვარლეს ადგილად იქცა. რესტორანმა მანამდე იარსება, სანამ სტალინი ეგნატაშვილს მოსკოვში გაიწვევდა. ეს შემდეგი მიზეზით მოხდა. 20-იანი წლების დასასრულს საბჭოთა რუსეთმა დიპლომატიურ ურთიერთობათა გაფართოებას მიიღო ხელი. აღმოჩნდა, რომ რევოლუციებმა და სამოქალაქო ომმა არა მარტო
მესტუმრე თუხუცესთა ფენა სრულიად გაანადგურა, არამედ საზეიმო ვითარების შესაფერისი ჭურჭელიც კი საძებნელი შეიქმნა ინტენსიური დიპლომატიის განსახორციელებლად. და მის განსახორციელებლად საჭირო სამეურნეო სამსახური ერთიანად აღსადგენი იყო და ეს საქმე იაკობს დაეკისრა. იაკობი ანუ ალექსანდრე ეგნატაშვილი სტალინზე რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა და მახსოვს ნეკროლოგში უშიშროების სამსახურის გენერალ-ლეიტენანტად იყო მოხსენიებული. მახსოვს ისიც, რომ ბელორუსიაში ერთმა ნაცნობმა საგანგებოდ მოკეცილი გაზეთი იზვესტია მაჩვენა. ეს ვინ არისო, მკითხა. დავხედე. ფოტოსურათი იყო, ნეკროლოგს რომ წაუმზღვარებენ ხოლმე. სტალინი იყურებოდა, მაგრამ ასე პატარა სურათი? ამას ვინ გაბედავდა? და ანაზდად მივხვდი, მისი რომელიმე ძმა იქნება მეთქი. და ასეც აღმოჩნდა. იაკობი იგივე ალექსანდრე გარდაცვლილი იყო. სტალინს უყურადღებოდ არც უმცროსი ძმა დაუტოვებია. 30-იანი წლების რეპრესიების წინ საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნად დაანიშნინა. იცოდნენ, რომ მე მფარველობ. უხეიროდ ხელი არავინ წაავლოს, თორემ საიქიოდან რაღა მოაბრუნებსო. ლასო სტალინის სიკვდილის შემდეგ გარდაიცვალა. ძმებმა უმჯობეს სამყაროს ასაკის მიხედვით მიაშურეს. სტალინის დედა, კეკე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული. მისი ქმარი, ბესარიონ ჯუღაშვილი, თელავში. იმასაც ამბობენ, საფლავი დაკარგული იყო და სტალინის სიკვდილის შემდეგ სამარე ვიღაცის დამოწმებით ააგესო. გორავ, ეს რა თვისება გაქვს? ერთზე დაიწყებ ლაპარაკს და მერე ვინ იცის რაზე და საით გადახდები ხოლმე. რატომ? ჩვენ განვიზრახეთ იმის გახსენება, რაც სტალინის დროს ხდებოდა. ჩემი 12 წლის ასაკიდან და შემდეგ. ვიგონებ იმას, რაც დამახსოვდა. რა კი დამახსოვდა? მაშინ გავლენაც მოახდინა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. არა, შეიძლება ბევრიც ისეთი რამ იყო, რაც არ დამხსოვებია, მაგრამ იმ მომენტში ხომ მაინც მოახდინა რაღაც გავლენა. რამდენადმე მაინც ხომ მიმოქმედა. კარგი. რა ვითარებაში ხდებოდა ჩემი სამზადისი აღსრულებათათვის? კი ბატონო. კოლექტივიზაციის პერიოდიდან ის მახსოვს, რომ თბილისს აუარებელი რუსობა მოაწყდა. რაღაცის საყიდლად გამგზავნეს. პირდაპირ შუა ქუჩაში მოდიოდა კარგა მოზრდილი ჯგუფი. ქალები, ბავშვები, ორიოდ მამაკაცის. ბავშვები ხმით ტიროდნენ. ქალებს ცრემლები ყაპაყუპი ცდიოდათ და მოსთქვამდნენ. საზარელი სანახაობა იყო. გაიარეს თვალს მიეფარნენ. მე მაინც იქვე ვიდექი და არაფერი მესმოდა რა ხდებოდა. შინ დავბრუნდი და პაპამ თუ მამამ ამიხსნა, რომ რუსეთში შიმშილობა იყო და ხალხი მასიურად სტოვებდა საცხოვრისს. გარბოდა საითაც განგება მიერეკებოდა. საქართველოში კოლექტივიზაცია უფრო გვიან დაიწყო. სოფლებმა ქალაქებს მოაშურეს. ფაბრიკა ქარხნების მშენებლობებს შეაფარეს თავი. გორა უკვე ისეთი ადგილებით მიდიოდა, სადაც ადამიანებთან შეხვედრის გაცილებით მეტი საშიშროება იყო, ვიდრე ზემოთა განედებში. ერთხელ მუსიკა შემოესმა. მიაყურა. მიუხედავად იმისა, რომ შორიდან ისმოდა და ადგილიც ხანგრძლივი დასვენებისთვის ჰქონდა შერჩეული. სასწრაფო დასტოვა იქაურობა. დასტოვა და მეორე დღეს ქოხს წააწყდა. სუბუქი რამ იყო, დროებითი. ჭაღარა წეროსანი გამოვიდა. ნაგავი გადაყარა, ისევ შებრუნდა. ქოხს კარის მაგივრად კრეთ საბმელი ჰქონდა. წეროსანს შეუმინავ სარკმელში მოუჩანდა თავი. გორას დურბინში ისე ჩანდა, რომ კაცი მაგიდას უჯდა და სწერდა. ორი მაგარი სისულელე მაქვს ჩადენილი, ერთი ისა, რომ თვითფრინავს არ დავემალე. ნიღაბ ხალათი წინასწარ უნდა მომემზადებინა, წამეფარებინა და გათავებული საქმე გახდათ. მაგ შესაძლებლობის გათვალისწინება იყო საჭირო. ვერ ვივარაუდე, მეორე სისულელე ის არის, რომ მუსიკის ხმას გამოვეკეცი. რას მირბიხარ, ვინ მოგდევს? ამას დაუდარაჯებ. იქნება სარგებელიც ვნახო რამე. საჭმელი მე აღარ მაქვს და ფეხები ლამის გზაში დამრჩეს. ეცხენმა დაიჭიხვინა. კიდევა კაცო, არა, როგორი რეგვენი ვარ არიტყვი. ამოდენა ხანია მოვფრატუნობ. ერთხელაც არ მომსვლი აზრად, რომ ცხენის შოვნა შეიძლება. ესე იგი, მოპარვა. საიდან გაისმა ეს ჭიხვინი? იქედან, წავიდე ერთი ვნახო.
რა შორს წასვლა შენ მოგიხდება ალბათ მანდვეს ზოს. შორს არ გაუშვებდა. აქ სადმეა, ნახდია. გორამ ჯერ იყო ბარხანას წამოავლო ხელი, მერე დასტოვა და ცხენისკენ გახუხდა. ფერდოს ჩასცდა, იარა მდელო გამოჩნდა, თოვლი ქათქათებდა, მზის გულზე ბზინავდა, ზედ შავი ცხენი ადგილ-ადგილს ძოვდა. მოვაგონდა მსგავს სურათს, სტუდენტობის დროს იყალთოს მიდამოებში წააწყდა. ოღონდ თეთრი ცხენი იყო ნაწვიმარ ბალახზე. დიდი ფიჭვი იდგა. იმას ამოეფარა და გაირინდა. სწორედ ისე, როგორც მაშინ იყალთოს მიდამოებში. ფეხის ხმა მოისმა. ხმელ წიწვზე გაბიჯებული ჩექმის ხრაშახრუში. გორა მიწას გაეკრა. დელოზე გამოსულს წვეროსანს თვალი გააყოლა. წვეროსანი ცხენს უტრიალებდა, წასვლას თუ აპირებდა. შუადღე კარგახნის გადასულია. სად და რისთვის უნდა მიდიოდეს? ეგ აქ საქმის აკეთებლა თუა? რაღა დრო საქმეა. მე შენ გეტყვი ისეთი ადგილია, მეზობელთან გადავა, იმას ლაათებს და დაბრუნდება. ბარხანას აკიდებს, წავიდეს რა, ქოხი მე დამრჩება. წვეროსანი მალე მიიმალა. გორამ ძალიან ფრთხილად დაუღარა, მოხერხებული ადგილი შეარჩია. მისი ვარაუდი წვეროსანს დასანახზე სწორედ აქ უნდა გამოევლო და მერე დურბინდი თითქმის ცის დასალიერამდე შეძლებდა თვალთვალს. ასეც მოხდა, მაგრამ კაცი შორს არ წასულა. 9 კილომეტრში ღელის პირას გაჩერდა, ტვირთი ჩამოიღო, ცხენი დააბა, თხელი ყინული ჩაამტრია და ქვიშის რეცხვას მიიღო ხელი. ეს კი იყო რატომღაც წარამარა ათვალიერებდა მიდამოს. გორა ქოხისკენ დაიძრა.